კვლავ შეფასებების თემაა საარჩელი, რომლითაც ქართულმა ოცნებამ BBC-ს წინააღმდეგ ტელეკომპანიის შიდა მარეგულირებელს მიმართა. მმართველი გუნდი საჯარო ბოდიშსა და ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული მასალების პლატფორმებიდან აღებას ითხოვს. თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ოფიციალური თბილისი ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, ბოლოს კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. მმართველი გუნდი 2024 წლის აქციებზე ქიმიური ნივთიერების კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, დეზინფორმაციას უწოდებს და BBC-ს ფილმს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობად მიიჩნევს. განსხვავებული აზრი აქვთ ოპოზიციაში. საზოგადოება მიცის, რომ BBC-ს წარმომადგენელთა განცხადებით ფილმი, რომელიც მომზადდა მათ მიერ და გავრცელდა მათ შორის საქართველოში, ეკრდნობოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს და ეყრდნობოდა კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორის ქართული ოცნების წევრებისაგანაც. ამიტომ დაველოდოთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს BBC და როგორ დასრულდება ზოგადად ეს საქმე, თუმცა ერთი რამ არის ცხადი და მნიშვნელოვანი, რომ ქართული ოცნება წავიდა ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ის ფაქტი, რომ ქართულმა ოცნებამ შეიტანა საარჩელი BBC-ს წინააღმდეგ, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოყენებული იქნება ყველა ის სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც ცივილურ სამართლებრივ სამყაროში მოქმედებს. მე იმედი მაქვს, რომ BBC გამოიჩენს კეთილგონიერებას და პირველსავე ეტაპზეც დააკმაყოფილებს საქართველოს მხრიდან წამოსულ ამ საარჩეს, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია და აბსოლუტურად დამყარებულია მყარ მტკიცებულებებზე. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ისინი ასრულებენ გლობალურ დაკვეთას, რომელიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფო, როდესაც დგას ასეთი გამოწვევის წინაშე, როდესაც მის რეპუტაციას ასეთ ზიანს აყენებენ ამგვარი აშკარა ტყუილებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს იმისთვის, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ეს დამნაშავეები, ტყუილის გამავრცელებლები, მათ დაერქვათ თავიანთი სახელი. ამიტომ ჩვენ ბრიტანეთში რა რესურსიც არის, ამ რესურსს ყველანაირად გამოვიყენებთ, ეს იქნება მედიასთან მიმართვა თუ სამართლებრივი პროცედურები, სასამართლო პროცედურები და საბოლოო შემთხვევაში ასევე ვიტოვებთ უფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოთ და ამ ფორმით აღვიდგინოთ ის რეპუტაციული ზიანი, რაც შეგნებულად აი ამ საინფორმაციო ომის ფარგლებში მიაყენეს საქართველოს. ეს არის აბსურდზე დაფუძნებული, რაღაცა ზღაპარზე დაფუძნებული, შეთითხნილი სიუჟეტი და ამის გამო BBC-მ რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგოს, მათთვისვე იქნება უკეთესი, თუ პირველივე ეტაპზე გაჩერდება ეს თემა, შესაბამისად ძალიან დიდ რეზონანსს არ გამოიწვევს და ისინი თუ ბოდიშს მოიხდიან და ყველანაირ მასალას თუ აიღებენ, რაც არის გამოქვეყნებული, ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ, რომ ბოლომდე გავყვეთ ამ თემას და სასამართლოში მოუწევთ, თუ სტრასბურგში მოუწევთ, თუ ბრიტანეთში მოუწევთ, ჩვენ არ გავჩერდებით და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა BBC-ს მოუწევს ჩვენი მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდა.